ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ დღევანდელ უფლის ნათლისღების დღესასწაულს საუფლოს. ძველ ქართულ წყაროებში უმეტეს შემთხვევაში ამ დღესასწაულს ეწოდება დღესასწაული განცხადებისაი. აი ეს არის ნათქვამი და თქვენ იცით რომ დღევანდელ დღეს რადგანაც მოხდა სამება ღმერთის გამოცხადება წუთის სოფელში ადამიანთა შორის, ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება განცხადების, სამების განცხადების დღე. მამის ხმა ისმის, იცით თქვენ, ეს არის ძე ჩემი საყვარელი ამბობს. განკაცებული ძე ღმერთი იორდანეში ნათელს იღებს, ხოლო სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოდის მასზე. აი ეს სამი ერთარსება ღმერთის სამპიროვანი ღმერთი ცხადდება დღეს მთლიანობაში წუთის სოფელში. ამიტომაც ამ დღესასწაულს გარდა როგორც მოგახსენეთ ნათლისღებისა ეწოდება განცხადების დღესასწაული. საერთოდ ჩვენ მართლმადიდებლებმა ორი რამ უნდა ვიცოდეთ ძალიან ისე დოგმატური განჩინებით. ნათლისღება, როდესაც ხდება ადამიანისა, ორი მომენტი უნდა იყოს აშკარა. თუ ეს ორი მომენტი ურთიერთ განუყოფელი არ ვლინდება ნათლისღების ჟამს, ადამიანის ნათლობას გულისხმობ. მაშინ ეს ნათლობა ჭეშმარიტი ნათლობა არ არის. რომელი ორი მომენტი უნდა ვლინდებოდეს ნათლისღების ჟამს? პირველი ურთიერთ განუყოფელია, მაგრამ მაინც ესე რომ დავყოთ პირობითად. პირველი მომენტი ეს არის აუცილებლად უნდა ცხადდებოდეს სამება ღმერთის სახელი. და თქვენ იცით, როდესაც ინათლება დაუშვათ ბავშვი, მღვდელი ან ასხამს, ან შთაფლით თუ ინათლება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როცა ასხამს თავზე წყალს, ამბობს ფორმულას ეს ეწოდებულს, ნათელს იღებს მონაღვთისა სახელი ბავშვისა, სახელითა მამისათა ამინ, დაძისათა ამინ, დაწმინდისა სულისათა ამინ, აცდა მარადის და უკუნისამდე ამინ. მსგავსად მაცხოვრის ნათლისღებისა, როდესაც სამება ღმერთი გამოცხადდა, როგორც მოგახსენეთ, ასევე ცხადდება ყოველი ჩვენგანის ნათლობის ჟამს სამება ღმერთი. სამების სახელით ვინათლები ჩვენ აუცილებლად. თუ ეს არ არის დადასტურებული, ადამიანის ნათლობა არაჭეშმარიტია, ეს პირველი. და მეორე, როგორც მოგახსენეთ, განუყოფელი ამ პირველისაგან. აუცილებლად უნდა ვლინდებოდეს მაცხოვართან ერთად თანა დაფლვა და თანა აღდგომა. რაში ვლინდება ეს? ვლინდება იმაში, როდესაც ადამიანი ჩადის წყალში, ან ესხმება თავზე, უკიდურეს წერტილზე თავისა, ეს ნიშნავს, რომ მაცხოვართან ერთად იგი კვდება, დაეფლვის, მიწის მაგივრად დაესხმის წყალი, ხოლო როცა ამოდის ემბაზიდან, ნიშნავს დასაფლავებულის აღდგომას მაცხოვართან ერთად. ეს ორი მომენტი, პირველი, როგორც მოგახსენეთ, არის სამება ღმერთის სახელი და მეორე, განუყოფელი, ვლინდებოდეს უნდა ადამიანის სიკვდილი, სულიერი და მისტიკური გაგებით და მაცხოვართან ერთად აღდგომა. აი ეს ორი კომპონენტი არის შემადგენელი ნათლისღებისა. ეს კი არის დღესასწაული ჩვენთვის, მაგრამ სინამდვილეში, როცა ინათლება ადამიანი, ეს არის სიკვდილი და აღდგომა მისი. ამიტომაც ეწოდება ახალი ქმნილება ქრისტეში, აღმოშობა ეწოდება, აღმოდაბადება ეწოდება ამას სხვაგვარად ნათლისღების გარდა. ეს რაც შეეხება ნათლისღების ჟამს, მაგრამ თქვენ იტყვით ალბათ ესეთ კითხვას დასვამთ, რომ კარგი, ეს თუ ვლინდება ჩვენ ნათლობის ჟამს და უნდა ვლინდებოდეს, მაცხოვრის შემთხვევაში სად გამოვლინდა ეს ორი კომპონენტი შემადგენელი? პირველი გასაგებია, სამება ღმერთი გამოცხადდა სამება ღმერთის სახელით ვინათლები ჩვენ. ანუ იქაც ნათლისღების ჟამს მაცხოვრისა და ჩვენი ნათლობის ჟამსაც ცხადდება სამება, გასაგებია.
მაგრამ მაცხოვრის დაფლვა აღდგომა ცხადდება მაცხოვრის ნათლისღების ჟამს. თუ ჩვენ შემთხვევაში ვლინდება და ცხადდება ეს, უნდა ცხადდებოდეს, მაშინ იქ სად ვლინდება მაცხოვარი, როცა ნათელს იღებს. და ძალიან ცნობილი სიტყვებია, ძალიან დიდი განმარტება არ ჭირდება ამას. როდესაც იოანესთან მიდის მაცხოვარი, იოანეს სახარებაში, ჩვენ გვხვდება ესეთი სიტყვები. კაცთა შორის დგას მაცხოვარი და ესეთ რამეს ამბობს იოანე მაცხოვართან დაკავშირებით. აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელმაც აიღო წუთისოფლის სოდვები. უცნაური სიტყვებია. ტარიგი ვინ არის? ტარიგი არის კრავი, პატარა ცხვარი. და პატარა ცხვარი ახალგაზრდა ტარიგი იწირებოდა ღვთისთვის. ესე იგი, ნათელს კი იღებს მაცხოვარი, მაგრამ აქვე იოანეს გამჭვრეტის თანახმად. ეს ნათელღება არის მაცხოვართან ერთად და მაცხოვრის სიკვდილ აღდგომა. წინასწარმეტყველებითი სიტყვებია, რომ ის შეწირული იქნება როგორც ცხვარი, როგორც კრავი ღვთისა. და არა მხოლოდ სიკვდილში დარჩება, არამედ ჩვენ ვიცით, რომ აღდგება მესამე დღეს. ესე იგი, როგორც მაცხოვრის შემთხვევაში ვლინდება სამება ღმერთი, ერთარსება სამების პიროვნებანი, ასევე ვლინდება მისი კრავობა, მისი წამება, მისი სიკვდილი და მისი აღდგომა, როგორც ჩვენ შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ. და ძალიან საინტერესოა ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმარტება წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა. გრიგოლ ღვთისმეტყველს სხვაგვარად ეწოდება ღვთივგამომეტყველი. ურთულესი ავტორი ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, ღმერთის წყალობით ქართულად არის ნათარგმნი მისი შრომების სადღესასწაულო სიტყვები, ესე ეწოდება. ურთულესი სიტყვები, მართალი გითხრათ, ამას ალბათ ჭირდება რამოდენიმე წაკითხვა და ბაზისი ერთგვარი, რომ გაიგო რა იგულისხმება გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებში. ეს არის მაღალი თეოლოგია, ამაზე დიდი ღვთისმეტყველება მსოფლიოში არ არსებობს. რაც არის გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები. და აი ღმერთის წყალობით ოდითგანვე ქართველმა იცოდა ამ სიტყვების, ამ ქადაგებების ფასი და ამიტომაც ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა დიდმა მოღვაწემ ექვთიმე ათონელმა მე-10 საუკუნეში თარგმნა მისი სადღესასწაულო სიტყვები ძველ ქართულად. მეორე გზისი თარგმანი, უფრო ზედმიწევნითი თარგმანი გააკეთა შემდგომში მეორე დიდმა ქართველმა მოღვაწემ ეფრემ მცირემ. აი 21 საუკუნეში ღმერთის წყალობით გააკეთა თანამედროვე ქართულით ამ სიტყვების თარგმნა, რომელსაც ღმერთის წყალობით ჩვენ ვეხებით ხოლმე და გვაქვს იმის ბედნიერება, რომ წავიკითხოთ ეს ურთულესი საღვთისმეტყველო ქადაგებები გრიგოლ ღვთისმეტყველისა და ამ სადღესასწაულო, ანუ ჰეორტოლოგიური სიტყვებს შორის არის აღსების შესახებ, სულთმოფენობის შესახებ ქადაგებები, რომელსაც შევეხებით ჩვენ, როცა იქნება შესაბამისი დღესასწაულები. მაგრამ აი ნათლისღებასთან დაკავშირებით ამ სადღესასწაულთა სიტყვებში არის ორი ქადაგება სულ, მეტი არა. ერთი მცირე ზომისა შედარებით, ხოლო მეორე ძალიან დიდი, რამოდენიმე ალბათ 20 გვერდამდე მოიცავს ამ ქადაგებას. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ჩვენ ვერ შევეხებით, მაგრამ ყველაზე არსებითი მინდა მოგახსენოთ, რა დონის ღვთისმეტყველებასთან გვექნება და გვაქვს საქმე გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებში. ესე იგი, ესეთ რამეს ამბობს წმინდა გრიგოლი. რატომ ამბობს იოანე ნათლისმცემელი მაცხოვრისადმი, რომ მე შენთან უნდა მოვიდე წესით ნათლის მისაღებად, მაგრამ შენ ჩემთან მოხვალა, ძველ ქართულში ესია. თანამედროვე ქართულად რო გასაგები იყოს, შენ რატო მოდიხარ ჩემთან? კითხვის ნიშანი. რატო? მე უნდა მოვიდე შენთან და შენ ჩემთან მოდიხარ? და გრიგოლ ღვთისმეტყველი ამას ყურადღებას აქცევს და თითქოს არაფერი განსამარტი არ არის. ჩვეულებრივი თქმული სიტყვებია, მაგრამ
აი ამ სიტყვებში გრიგოლი ამბობს ესეთ რამეს, რომ ნათლისმცემელმა იოანემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრული თვისი და მაცხოვრისა. და როგორ ამბობს იგი? ნათლისმცემელი მოგეხსენებათ მარტვილურად აღესრულა, ჰეროდემ თავი მოკვეთა მას. ესე იგი, მე უნდა აღვესრულო ამბობს ამ სიტყვებში ნათლისმცემელი და შენ მოხვალ ჩემთან, ესე იგი, შენს იგივე მდგომარეობა უნდა გაიზიარო, რაც მე. ოღონდ თუ ჩემ შემთხვევაში ჰეროდე იქნება, შენ შემთხვევაში პილატე გამოჩნდება და ორივე ჩვენგანი მარტვილურად აღვესრულებით. ესე იგი, შენ ჩემთან მოხვალ ნიშნავს ჩემ გზას უნდა შემოუდგე შენს, ეკითხება მაცხოვარს ნათლისმცემელი. მაგრამ ეს კითხვა კი არ არის, არამედ განჭვრეტაა საწინასწარმეტყველო. და გრიგოლი აგრძელებს. ამ სიტყვებს ეუბნება სანთელი ნათელს. ესე პარალელია გავლებული, სანთელი არის ნათლისმცემელი, ხოლო ნათელი ბუნებითი მაცხოვარი. აი ეს პარალელები აქვს გავლებული. ესე იგი, სანთელი კნინობითი სინათლის მატარებელი ბუნებით ნათელს ეუბნება. მეგობარი სიძეს ეუბნება. რატო მეგობარი? იმიტომ რომ ერთ-ერთ მომენტში გავხსოთ, რომ ნათლისმცემელი წოდებულია როგორც მეგობარი სიძისა. სიძი არის ამ შემთხვევაში მაცხოვარი. და კიდევ ერთი შედარება. ხმა ეუბნება სიტყვას. ხმა, გახსოვთ თქვენ, იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში გამოიყენება ხმა ღაღადებისა უდაბნოში. აი ხმად ნათლისმცემელი იწოდება. და სიტყვა ღვთისა არის ზეღმერთი. ესე ხმა ეუბნება სიტყვას. აი ესე განჭვრიტა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. და რას ეუბნება ეს ხმა სიტყვას, ესე იგი მაცხოვარს რას ეუბნება? და არა მხოლოდ მაცხოვარს, არამედ მაცხოვარს ეუბნება ხალხს. მე არა ვარ ღირსი, რათა განხსნე საბელნი ხამლთა მისთანი. საბელნი არის შესაკრავი, ხამლი არის ფეხსაცმელი. არა ვარ ღირსი მე, რომ მისი, ანუ ამ სიტყვის განკაცებული ღმერთის საბელნი გავხსნა მე. და გრიგოლ ღვთისმეტყველი წარმოიდგინე რა სიღრმეში ჩადის, რა არის საბელი ამბობს, ესე იგი, რა არის შესაკრავი ფეხსაცმელისა, რომელიც შეკრულია და რომელსაც ვერ გავხსნი მე. ეს არის მაცხოვრის განკაცება. ამას ვერავინ ვერ გახსნის, ვერავინ ვერ ახსნის ამას. იმიტომ რომ ისეთი შეკრულია, ისეთი საიდუმლოდ მოსილია. რატოა საიდუმლო განკაცება ღვთისა? იმიტომ წარმოუდგენელია ადამიანური გონებისათვის, როგორ შეიძლება ახსნა უზენაესი აბსოლუტის განკაცება. ესე იგი, შემოქმედი როცა ხდება შექმნილი ამავე დროს, ანუ ადამიანი როცა ხდება, ეს ამის ახსნა განმარტება არავის არ ძალუძს. და ამის გახსნა არც მე შემიძლია ამბობს ნათლისმცემელი. მე არა ვარ ღირსი, რათა გავხსნა საბელნი ხამლთა მისთანი. ესე იგი, ამ შეკრულს, ამ საიდუმლოდ მოსილს მის განკაცებას მე ვერასოდეს ვერ ახსნი. აი მსგავსი განმარტებები აქვს მოცემული. ეხლა თქვენ ხვდებით რამხელა სიღრმე და რამხელა სირთულეა. ამას თუ ოდნავ გაგეპარა ჭკუა სადმე ვერაფერს ვერ გაიგებ რა ხდება. და მსგავსი განმარტებები არის ყოველწამიერად გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებში. ასე რომ აი ესეთი დიდი მამები ყავდა ჩვენ, რომლებიც განმარტავდნენ თითქოს ისედაც ცნობილ, ისედაც გასაგებ ადგილებს სახარებისეულს, მაგრამ როცა დაუკვირდები და ოდნავ თუ კი მიყვები მათ აზრს, ხვდები რომ თურმე ბევრი რამე სახარებისეული განმარტებისა არ გცოდნია, განსაკუთრებით როცა გრიგოლ ღვთისმეტყველს ეხები და კითხულობ. დააგლოცოთ ღმერთმა და იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი ჭკუაზე მომყვანი ქართველებისა.
ჯვარი გეწეროთ, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. იცოცხლეთ.